მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ვაჟა ფშაველას შესახებ, მისი ბიოგრაფიის, პოეზიისა და გამორჩეული შემოქმედების შესახებ. ვაჟა ფშაველა არის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი მწერალი, რომლის ნაწარმოებები სავსეა ბუნების სიყვარულით, თავისუფლების იდეითა და ადამიანური ფასეულობებით. ამ ვიდეოში ერთად გავეცნობით მის ცხოვრებას, საინტერესო ფაქტებს და მის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს. დარჩით ჩვენთან და ერთად დავიწყოთ ეს საინტერესო მოგზაურობა ვაჟა ფშაველას სამყაროში. დიდი ქართველი მწერალი, ქართველი მთის არწივი და ბუნების მგოსანი ვაჟა ფშაველა იგივე ლუკა რაზიკაშვილი დაიბადა 1871 წლის 14 ივლის სოფელ ჩერკალში. 8 წლის ვაჟა ფშაველამ თელავის სასულიერო სასწავლებელში დაიწყო სწავლა, შემდეგ გორის სემინარიაში შევიდა. 1902 წლის ზამთარში, როდესაც ვაჟა თელავში იყო წასული, 36 წლის ასაკში გარდაიცვალა მისი საყვარელი მეუღლე კეკე. მას ობლად დარჩა 4 შვილი, მათ შორის იყო გულქანიც. როდესაც დიდმა ქართველმა მწერალმა ილია ჭავჭავაძემ ვაჟას ნაწარმოები წაიკითხა, თქვა: ჩვენ ძველებმა კალამი გვერდზე უნდა გადავდოთ და გზა ვაჟას უნდა დავუთმოთ. ვაჟა ფშაველა გარდაიცვალა 1915 წელს, დაკრძალულია თბილისში მთაწმინდაზე. ვაჟა ფშაველას დაწერილი ლექსებიდან არის: ჩემი ვედრება, ღმერთო, მიიღე ვედრება, ეს ჩემი სათხოვარია, არ დამეკარგოს გულიდან, მე შენი სახსოვარია. ჩემი ვედრება, პოეტის სულიერი ავტოპორტრეტი და მისი ცხოვრებისეული კრედოა. ეს არის ლოცვა, რომელშიც ავტორი ღმერთს სთხოვს არა მატერიალურ კეთილდღეობას, არამედ სულიერ სიმტკიცეს. რამ შექმნა ადამიანად? რამ შექმნა ადამიანად, რატომ არ მოვეც წვიმადა, რომ ყოფილი ყავ მუდამა, რუბელთ-გულ მკერდის მძივადა. ვაჟა ფშაველას ლექსი რამ შექმნა ადამიანად მისი ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და პანთისტური ნაწარმოა. მასში სვამს კითხვას, რატომ დაიბადა იგი ადამიანად და არა ბუნების სხვა უფრო მშვიდ ნაწილად. კაი ყმა, კარგ ყმად ვინავს თქვათ, ვაჟებო, ნათქვამი არა გვწვენოდეს, მსმელის გულს აბორგოვებდეს, არავის არას წყენსოდეს. კაი ყმა არის ადამიანი, რომელიც მხოლოდ ფიზიკური ძალით კი არა, სულიერი ღირსებით გამოირჩევა. ვაჟას მიხედვით, ნამდვილი ვაჟკაცი ისაა, ვინც სამშობლოს ერთგულია, სიკეთეს თესავს, სიტყვის პატრონია, ვაჟკაცურია მტრობაშიც და ამტანი და მომთმენია. იას უთხარი დურფასა, იას უთხარი დურფასა, მოდი და შეგჭამ სჯიაო, მაგრე მოხდენით ლამაზო, თავი რომ აგიღიაო. ვაჟა ფშაველას ლექსი იას უთხარი დურფასა ქართული ლირიკის ერთ-ერთი ყველაზე ნაზი და ამდროულად სევდიანი ნაწარმოებია. მასში ბუნების მშვენიერება და სიკვდილ სიცოცხლის მარადიული მონაცვლეობაა ასახული. ვაჟა ფშაველას დაწერილი პოემებიდან არის სტუმართ მასპინძელი. სტუმართ მასპინძელი პოემაში წარმოდგენილია ადამიანობა, სტუმართ მასპინძლობის ტრადიცია, მტრობა და პიროვნების ბრძოლა თემის წინააღმდეგ. პოემა გვასწავლის, რომ სიკეთე და ადამიანური ღირსება ყველაზე მნიშვნელოვანია. ალუდა ქეთელაური. ვაჟა ფშაველას პოემა ალუდა ქეთელაური გვიჩვენებს პიროვნებისა და თემის დაპირისპირებას. ალუდა პატივს სცემს დამარცხებულ მტერს, მუცავს და არა ასრულებს ასტიკადაც. ამის გამო თემი მასჯის დააძევებს. პოემის მთავარი აზრია, რომ ადამიანობა დამორჩილებულ ადათზე მაღლა დგას. მადლობა ყურადღებისთვის.